19 იანვარს UFC 311-ზე ჩატარდება ბრძოლა, სადაც მერაბ-დვალიშვილი დაიცავს თავის საქამბრო ტიტულს და შეხვდება უმარ ნურმაგომედოვს. მოდით დავიწყოთ ინფორმაცია უმარ ნურმაგომედოვზე. ვინ არის, რა სტილი აქვს საბაზისო და როგორი ბრძოლა გველოდება. მე შევადარებ ჩვენ მებრძოლებს პარამეტრებით სტრაიკინგი, რესლინგი, კარდიო, გრეპლინგი, ანთროპომეტრია და კიდე სხვა კრიტერიებით და გავაკეთოთ ესე ვთქვათ ვარაუდი თუ როგორ შეიძლება ეს ბრძოლა დასრულდეს. მე ვეცდები რომ დღეს ვიყო მაქსიმალურად ობიექტური, იმის მიუხედავად რომ მე თელეგულით პალეშიკობ ჩვენ მერაბ-დვალიშვილს, მაგრამ მინდა რომ დამოუკიდებელი აზრი ჩამოვაყალიბოთ დღეს და გადავწყვიტოთ თუ რა ვარიანტები არის ამ ბრძოლის დასრულების. მოდით დავიწყოთ ინფორმაციით უმარ ნურმაგომედოვზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, როდესაც ამ ინფორმაციას ვიწყებთ, ვთქვათ რომ ეს არის ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მომზადება სკადიან მებრძოლეები ხაბიბის გუნდიდან, რადგანაც აქვთ ძალიან დიდი რაოდენობით სპარინგ პარტნიორები, აქვთ პირდაპირ ურთიერთობა ხავიერ მენდესთან და ამერიკულ შერეული ორთაბრძოლების კლუბთან აკა, სადაც ავარჯიშებს კენ ველასკეზე, სადაც ავარჯიშებს დენიელ კორმიე და ბევრი UFC-ის ჩემპიონი. რაც შეეხება კონკრეტულად ინფორმაციას უმარ ნურმაგომედოვზე. უმარი არის 29 წლის, მისი სიმაღლე არის 173 სანტიმეტრი. აქ თავის კარიერაში ჩატარებული 18 ბრძოლა, 18-ვეში აქვს მოპოვებული გამარჯვება, წონა რომელშიც გამოდის არის 61 კილო. უმარ ნურმაგომედოვი არის რუსეთის ჩემპიონი MMA-ში, არის მსოფლიო ჩემპიონი კომბატ სამბოში, ანუ საბრძოლო სამბოში, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული არის MMA-სთან და ასევე რაც შეეხება ბაზას. თავისთავად როგორც ნებისმიერი დაგესტანელი ბავშვი დაიწყო თავისუფალი ჭიდაობით, მაგრამ რაღაც ოჯახური მიზეზების გამო მალევე გადავიდა ტაილანდურ კრივში. ტაილანდური კრივში ჩამოყალიბდა როგორც მებრძოლი და შემდეგ როდესაც გადავიდა მახაჩკალაში, სადაც არის აბდულმანაპის, ეს არის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა, მან მახაჩკალაში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლა აბდულმანაპ ნურმაგომედოვის. მან გააგრძელა თავის მომზადების პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ მე ხშირად მქონია სპარინგები, ასევე შეჯიბრზე შენახვედრი ვარ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის მოსწავლეებს და ძირითადად ახასიათებთ რა მაღალი დონის გრეპლინგი, ანუ ხშირად აკეთებენ მახჩობელებს და მაღალი დონის ფუნქციონალური მომზადება. ეს არის ორი ფაქტორი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. დებიუტი უმარ ნურმაგომედოვს ჰქონდა ლიგაში Fight Night-ი, ეს არის მოსკოვი, რუსეთი. და ასევე მნიშვნელოვანი არის აღვნიშნოთ, რომ პირველ 4 ბრძოლაში მოიგო, ორი ბრძოლა მოიგო submission-ით, ეს იყო rear naked choke, ანუ დააღწია მოწინააღმდეგე ზურგიდან. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგანაც მაღალი დონის გრეპლინგი გააჩნია და არასდროს არ უშვებს შანსს, რომ მოწინააღმდეგე დაასაბმიტოს. ყველაზე ხშირად იყენებს rear naked chokes, ანუ მახჩობელას ზურგიდან და მაღალი კოეფიციენტი აქვს ეფექტურად დასრულების ამ მახჩობელასი. რაც შეეხება ბოლო ბრძოლას, რომელიც ჩაატარა უმარ ნურმაგომედოვმა, ეს იყო მოწინააღმდეგე კორი სენდჰაგენი, ძალიან მაღალი დონის სტრაიკერი და ამ ბრძოლის მაგალითზე მე მინდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, თუ როგორ შეიძლება დამთავრდეს ბრძოლა მერაბთან. პირველ რიგში ეს იყო მაღალი ინტენსიური ბრძოლა, 3 რაუნდი 5 წუთიანი, ყოველი წუთი იყო დაძაბული. უმარმა აჩვენა, რომ აქვს მაღალი დონის სტრაიკინგი, ანუ დგომში ჩხუბობდა ძალიან მაღალ დონეზე, ასევე კარგად უტყამდა ფეხებს და გააკეთა ალბათ 10-ზე მეტი მცდელობა მახჩობელასი და submission-ის, როდესაც გადაყავდა პარტერში. გადაყვანის კოეფიციენტი იყო ალბათ ყოველი მესამე შესვლას ეფექტურად ასრულებდა გადაყვანით და კარგად აკონტროლებდა მიწაზე. თავად გადაყვანა არ უშვებდა, კარგად იცავდა თავს
და კარგად კომბინირებდა. მე მინდა დავახასიათო უმარ ნურმაგომედოვი როგორც ძალიან ყოველ მხრივ განვითარებული მებრძოლი, რომელსაც შეუძლია დაასაბმიტოს ნებისმიერი, რომელიც არ გაუშვებს შანსს რომ დაანოკაუტოს, რადგანაც აქვს ძალიან ზუსტი დარტყმები, ძალიან მაღალი ტექნიკა იმის ხარჯზე, რომ აქვს საბაზისო სკოლა ტაილანდური კრივის და რადგანაც ხანგრძლივი პერიოდი ემზადებოდა აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სკოლაში, აქვს ძალიან მაღალი დონის გრეპლინგი. რთული არის მის გაჩერება მიწაზე, მიუხედავად რომ შესაძლებელია რომ გადაიყვანო, მაგრამ ძალიან რთულია მის გაჩერება იატაკზე და ასევე წარმოადგენს დიდ საფრთხეს გრეპლინგში, რადგანაც შეუძლია რომ დაასაბმიტოს, დაახრჩოს ან ტკინეული გაუკეთოს თითქმის ნებისმიერს და აკეთებს ამას ძალიან ეფექტურად. ეხლა გადავიდეთ ჩვენ მებრძოლზე, ეს არის მერაბ დვალიშვილი, ეს არის 33 წლის, სიმაღლე არის 168 სანტიმეტრი და ეხლა მე მინდა უკვე გადავიდეს შედარებაზე. ამ ორი მებრძოლის, მარცხენა კუთხეში ავიღოთ უმარ ნურმაგომედოვი, მარჯვენა კუთხეში მერაბ დვალიშვილი. დავიწყოთ პირველი კრიტერიით, ეს არის ანთროპომეტრია. ასაკი როგორც გითხარით 29 წლის არის უმარი, 33 წლის არის მერაბ დვალიშვილი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. რაც შეეხება ანთროპომეტრიას, 173 სანტიმეტრის სიმაღლე არის უმარ ნურმაგომედოვის და 5 სანტიმეტრით უფრო დაბალი არის მერაბ დვალიშვილი. ასევე ხელების გაშლის მანძილი უფრო მეტი აქვს უმარ ნურმაგომედოვს. რაც შეეხება სტრაიკინგს, ანუ დგომში ჩხუბს, რადგანაც უმარს გააჩნია ძალიან მაღალხარისხიანი ბაზა ტაილანდური კრივის, უპირატესობა ამ კრიტერიუმში ასევე რჩება უმარის მხარეს. ანუ ანთროპომეტრიაში და დგომში ბრძოლის მე მივცემდი უპირატესობას უმარს. არის უფრო ზუსტი, უფრო დახვეწილი ტექნიკა, ასევე უტყამს ფეხებს. ეს იქნება მესამე კრიტერიი, დარტყმა ფეხით და აქაც უპირატესობას მე მივცემდი უმარს. ანუ ამ ეტაპზე 3+ ჩვენ ვაძლევთ უმარს და 0 მერაბს. შემდეგი მაჩვენებელი ეს არის ჭიდაობა. ოღონდ ჭიდაობა ავიღოთ დგომში, რესლინგი. თავისუფალ ჭიდაობაში მე ვიტყოდი ესე, რომ გადამწყვეტი სხვაობა არ გააჩნია არც ერთ მებრძოლს, უმარ შეუძლია თავი კარგად დაისვას და შეუძლია თავად გააკეთოს ტეიქდაუნი, მაგრამ რომ შევადარო მაღალი ტემპის ხარჯზე, შესვლების რაოდენობის ხარჯზე და ჩვენ ვიცით რომ მერაბს აქვს მოხსნილი რეკორდი, ყველაზე მეტი მცდელობა აქვს გადაყვანის გაკეთების ერთ რაუნდის განმავლობაში. ზუსტად ციფრებს ახლა ვერ გავიხსენებ, მაგრამ ეს რეკორდი მერაბის ეკუთვნის. ამისგან გამომდინარე მე პლუს და უპირატესობას მივცემდი დგომში რესლინგის, მე მივცემდი მერაბს. ანუ ანგარიში გამოდის 3-1. შემდეგი კრიტერიუმი ეს არის ფიზიკა. ფიზიკა მე ვსაუბრობ ფუნქციონალურ ფიზიკაზე, თავისთავად ჩვენ ახლა ვერ შევადარებთ წოლჟიმს და დედლიცვის უფრო მეტი აქვს. არის საუბარი ეფექტურ ფიზიკაზე, ეფექტურ ძალაზე. ამ ხრივ მე თავისთავად უპირატესობას ვიზუალისგან გამომდინარე, ბრძოლის სტილისგან გამომდინარე, მე ვაძლევ უპირატესობას მერაბს. და ანგარიში არის 3-2. უმარ ნურმაგომედოვი ჯერჯერობით არის წინ. შემდეგი პარამეტრი ეს არის გამძლეობა. როგორც აჩვენა ბოლო ბრძოლამ კორი სენთჰაგენთან, უმარს არ აქვს პრობლემები კარდიოსთან, მაგრამ ასევე რომ შევადაროთ ვის აქვს უკეთესი კარდიო მანქანა სახელი, ზედმეტსახელი თავისთავად ეს არის მერაბი. ამიტომ ანგარიში გათანაბრდა ეს არის 3-3. რაც შეეხება MMA-ს, აი ესეთი კრიტერიუმი ავიღოთ, როგორც ყოველ მხრივ განვითარებული MMA-ს მებრძოლი, რომელსაც შეუძლია ერთნაირად კარგად გადაყვანების გააკეთოს, ფეხით დაარტყას, ხელით და ანუ უნივერსალურობაში, ესეთი კრიტერიუმი უნივერსალობა, მე მივცემდი პლუს უმარს, რადგანაც უმარის აქვს მაღალი დონის ფეხების დარტყმა, ხელების დარტყმა, აკეთებს შესვლებს, კარგად იცავს თავს, არის საკმარისად გამძლე და აქვს კარგი სიჩქარე და ასევე შეუძლია და ხშირად აჩვენებს იმას, რომ ცვლის დგომს, მემარცხენეშიც კარგად ჩხუბობს, მიმარჯვენეშიც. ჩვენ შემთხვევაში, მერაბის შემთხვევაში, მერაბს აქვს საკმაოდ ერთფეროვანი დარტყმის ტექნიკა, უფრო არის აწყობილი სტრაფ რეფლექსებზე და იმაზე, რომ მაღალ ტემპში უბრალოდ უქვეითებს მოწინააღმდეგეს სიჩქარეს, ღლის და შემდეგ ტექნიკურად თუ არა ტექნიკურად, მაგრამ მისი დარტყმები აღწევს მიზანს.
უნივერსალობაში მე მივცემდი უპირატესობას უმარს, ამიტომ ჩვენი ანგარიში არის 5-3. შემდეგი მაჩვენებელი, რომელშიც მე მინდა შევადარო ეს ორი მებრძოლი, ეს არის გამოცდილება. თავისთავად არის საუბარი ამ გამოცდილებასთან ერთად არის საუბარი 5 რაუნდიან ბრძოლაზე. უმარისთვის ეს არის პირველი საჩემპიონო ბრძოლა. როდესაც ჩვენ მერაბმა უკვე ჩაატარა 3-ზე მეტი 5 რაუნდიანი ბრძოლები. ამიტომ ამ კრიტერიუმში როგორც გამოცდილება მე უპირატესობას ვაძლევ მერაბს. იმის მიუხედავად, რომ ორივე მებრძოლს აქვს ჩატარებული 18 ბრძოლა, 18-ვეში უმარს აქვს მონაგები, ჩვენ მერაბს აქვს 18-ში 4 მარცხი, მაგრამ გამოცდილების მხრივ 100%-ით მერაბი აქვს უპირატესობა. ანგარიში არის 5-4. შემდეგი პარამეტრი და ბოლო ჩემი აზრით ეს არის мотиваცია. мотиваციის მხრივ რაც შეეხება უმარს, უმარისთვის ეს არის შანსი რომ გახდეს ჩემპიონი და თვითონ როგორც ამბობს ეს არის ის ამოცანა რისთვის ამდენი წელი ემზადებოდა მაგრამ მერაბისთვის ეს არის мотиваცია იმ მხრივ რომ მერაბიმ გაიარა ძალიან გრძელი გზა მუშაობდა მშენებლობაზე და ნოლიდან გახდა ყველაზე ცნობილი ქართველი ამერიკაში ჩემპიონი UFC-ს და ეს არის ძალიან დიდი გზა რომელიც არის საკმაოდ რთული ხაბიბ ნურმაგომედოვის სახელი თავისთავად დაეხმარა უმარს და ჩემი აზრით რომ არ იყოს ბიძაშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვის ეხლა ეს ბრძოლა არ იქნებოდა ეს ფაქტია რადგანაც არსებობს ესეთი მებრძოლი რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი სერია ეს არის ფარიძინოვი ეს არის ევლოევი მაგრამ იმის გამო რომ არაჩვენებენ ლამაზ ბრძოლებს მათ სატიტულო შანსი არ ეძლევა ასევე ჩემი აზრით უმარს შესაძლებელია სატიტულო შანსი რომ არ ყოფილიყო ნათესავი ეხლა არ ქონოდა და სადღაც 2-3 ბრძოლაში მიეცათ ან პრინციპში არ მიეცათ გამომდინარე იმის რომ ამერიკაში არ იცნობენ რუს და დაგესტანელ მებრძოლებთან მიმართებაში საკმაოდ UFC ფრთხილად არის, რადგანაც დიდად მაყურებელს არ უყვართ, ну ესეთი რეალობა არის. ვერ საუბრობენ ნორმალურად ინგლისურ ენაზე, არ აჩვენებენ კარგ ბრძოლებს, უჯრედად ჭიდაობენ და ამისგან გამომდინარე, რადგანაც UFC აქცევს ყველა ამ პარამეტრს, სპორტულ პარამეტრთან ერთად ყურადღებას, არ ამგონია რომ ეს ბრძოლა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. ამიტომ ჩვენი ანგარიში არის 5-5 და თანაბარი შანსები არის ჩემი აზრით ამ ბრძოლაში რომ ორივე ჩვენ სპორტსმენს რაც შეეხება ვარიანტების როგორ შეიძლება ეს ბრძოლა დასრულდეს მე არ ვამბობ მე როგორ მინდა მე მინდა რომ გაიმარჯვოს მერაბმა მაგრამ აი რომ ავიღოთ ორი როგორც სპორტსმენი ობიექტურად რომ შევაფასოთ ვარიანტი ჩემი აზრით არის სამი ვარიანტს ხედავ მე ამ ბრძოლის. პირველ შემთხვევაში ეს არის მერაბის გამარჯვება გამომდინარე იმის რომ აწევს მაღალ ტემპს, დაღლის და საჯიბის გადაწყვეტილებით მოიგებს და თუ ამას გააკეთებს კიდე 2 ან даже 4 წელიწადი მერაბს ვერავინ ვერ შეცვლის და იქნება ძალიან ხანგრძლივი პერიოდი ჩემპიონი, რადგანაც მე ვერ ხედავ კონკურენტებს ვისაც შეუძლია მერაბის დამარცხება, გარდა უმარის. შემდეგი ვარიანტი, როგორ შეიძლება ეს ბრძოლა დასრულდეს, ეს არის მახრჩობელა ზურგიდან, რომელსაც უმარი აკეთებს იდეალურად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ექნება ამის შანსი და შესაძლებელია, რომ დაასრულოს მახრჩობელად, საბმიშენით ეს ბრძოლა. ეს შესაძლებელი არის. ამიტომ ესეთი ვარიანტიც არ გამოურიცხოთ. მესამე ვარიანტი ეს არის ის რომ უპირატესობა ექნება უმარს დგომში, კარგად დაიცავს თავს გადაყვანებისგან და ამ უპირატესობას გამოიყენებს, რადგანაც არის ესეთი პრაქტიკა აჩვენებს, რომ როდესაც ხდება ერთმანეთს ორი კარგი მოჭიდავე, ბრძოლა მიმდინარეობს დგომში. არის ესეთი მომენტი, რომელსაც ვეთანხმები, რომ აქვს ადგილი. ამიტომ შესაძლებელია, რომ უპირატესობა კონდეს უმარს დგომის ხარჯზე, დგომის ტექნიკის ხარჯზე და გაიმარჯვოს საჯების გადაწყვეტილებით ამით.
მეოთხე ვარიანტსაც დავამატებ, ეს არის ის ვარიანტი, როდესაც ბევრად უკეთესი ფიზიკური ფორმის და ძალის ხარჯზე, აი როგორც პეოტრიანთან ჩვენ ველოდებოდით, რომ იქნება ძალიან კონკურენტული ბრძოლა, მაგრამ მე ვერ იგრძნო პეოტრიანი, ასევე შესაძლებელია მოხდეს ის, რომ ვერ იგრძნოს უმარი. უმარს ექნება რამოდენიმე შანსი მახრჩობელასი, ეცდება რომ დგომში რაღაც უპირატესობა გაანვითაროს, მაგრამ დასრულდება იმით, რომ ჩვენი მერაბი უმარს გაიტანს და ფიზიკურად ვერ იგრძნობს, აი როგორც იმერეთში ეთყოდნენ ალბათ ნიახურივით აქნებს. მე იმედი მაქვს, რომ ზუსტად ესე დასრულდება ეს ბრძოლა და როგორც გითხარით, მთელი გულით და სულით მე ბალენში ყოფ მერაბს. ეს იყო ჩემი შეფასება მიმდინარე ბრძოლის, რომელიც ჩატარდება 19 იანვარს ამერიკაში, UFC 311-ზე, უმარ ნურმაგომედოვი versus მერაბ დვალიშვილი. დაწერეთ თქვენი კომენტარები, სამი ვარიანტი თუ როგორ შეიძლება ეს ბრძოლა თქვენი აზრით დასრულდეს და რომელ რაუნდში და ვინც გამოიცნობს და ყველაზე ახლოს იქნება იმ შედეგთან, რომელიც დაიდება, ჩემგან მიიღებს საჩუქრად ხელთათმანებს, კრივის ხელთათმანებს და ამ ვიდეოსაც ჩავიწერ როგორ გადავცემ ამ ხელთათმანებს. და კიდევ მეც ხელთათმანებთან ერთად ვაჩუქებ ასევე სპორტულ კვებას ვიტამინისგან. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ასევე მე მინდა აღვნიშნო, რომ იარაღების განხილვა მე გადავიტანე Instagram-ზე და YouTube არხზე, რადგანაც TikTok-ი სამწუხაროდ ბლოკავს ვიდეოებს იარაღზე და სროლაზე, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Instagram არხი Iron Lasho Official და ჩემი YouTube გვერდი Iron Lasho. წარმატებებს გისურვებთ და იყავით ჩანს.